ნახეთ პირველ ნაწილს რომ შევეხოთ თქვენი შეკითხვის ქართული ოცნება აი ამ პროცესებს უკვე ახორციელებს სადღაც ზაფხულის შემდეგ ინტენსიურად და ყოველთვის როდესაც კონკრეტულ რომელიმე პირის წინააღმდეგ იქნებოდა რაიმე საქმე წამოწყებული ჩვენ ყველა ვიცოდით ვისთან მიდიოდა ეს კვალი ჩვენ ყოველთვის ხვდებოდით რომ ლილუაშვილის გარშემო ikრებოდა წრე ღარიბაშვილის გარშემო ikრებოდა წრე სინამდვილეში როდესაც რეალურად ებრძვიან კორუფციას კონკრეტულ кейსს აიღებენ ამ кейსს სწავლობენ და მერე გადიან კონკრეტულ პირებზე აქ ხდებოდა ყველაფერი პირიქით მიზანში იყო ამოღებული ერთი კონკრეტული პირი და წრე ikრებოდა მის გარშემო აი თუნდაც ეს ფაქტი მეტყველებს უკვე იმაზე რომ კონკრეტულად ერთი გუნდის წინააღმდეგ მიმდინარეობს ეს მოქმედება კორუფცია რომ არის ამ ქვეყანაში ამ რისკებზე ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობთ მას შემდეგ რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში მაგრამ ისინი ამაზე არასოდეს არ რეაგირებდნენ არასოდეს არ ამახვილებდნენ ყურადღებას და მეტიც მათი მხრიდან ყოველთვის ისმოდა ცინიკური დამაკნინებელი განცხადებები და ხშირი იყო ხოლმე მაგალითად ტელევიზიების ან კონკრეტული პირების ჟურნალისტების მიმართ სამართლებრივი წარმოების რა თქმა უნდა ამისთვის მარტო ნოდარ მელაძის გადაცემა შეგვიძლია ერთ მაგალითად დავასახელოთ მუდმივად თავდასხმის ობიექტი იყო მუდმივად აბრალებდნენ გვეუბნებოდნენ რომ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკა ეს იყო სიცრუე და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რაც კი გაშუქებულა ამ გადაცემის ფორმატში ყველაფერი აღმოჩნდა სიმართლე მაგრამ ქეთი აი ერთი ასეთი კითხვა მინდა შემოვიდა ცხადია რა საკვირველია ცხადია ჩვენ ყველა ფართოდ გახელი თვალებით ვაკვირდებით ამ პროცესებს და ხვდებით რომ ეს არის ღარიბაშვილის და მისი გარემოცვისთვის თავების ბოლომდე მოსხების პროცესი, მაგრამ თუ იყო კორუფცია, იმიტომ რომ ამას არ დაერქვას ანგარიშწორება, მაშინ არ უნდა დაიჭირონ ეს ხალხი. ეს კითხვა მინდა ეხა რომ შემოვიტანო, იმიტომ რომ თუ იყო კორუფციული დანაშაული, ანუ რას მეუბნები რომ არ დავიჭირო? აქვს დღეს კობახიძეს ამის თქმის უფლება? არა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული და ეს ჯგუფი ადამიანები სინამდვილეში არის უზარმაზარი. ძალიან დიდი, ანუ ქართული ოცნების და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენების მიმართ, თითქმის ყველას მიმართ, ვინც ფავორიტის მდგომარეობაში იყო, რეალურად შესაძლებელია საქმის წარმოების დაწყება. მაგრამ ასეთ შემთხვევაში რა მოხდება? მაშინ გამოდის, რომ პარტიამ თვითლიკვიდაცია უნდა გამოაცხადოს. ანუ გამოდის, რომ ამ ხნის განმავლობაში ისინი უბრალოდ მფარველობდნენ, ხელს აფარებდნენ ამ პარტიის მაღალ ჩინოსნებს აქ არ არის ლაპარაკი უბრალოდ რაღაც თითოეულოა დეპარტამენტის ხელმძღვანელზე აქ არის ლაპარაკი პრემიერ-მინისტრზე, სუსის უფროსზე, ჯანდაცვის მინისტრზე ყველა ეს ადამიანი არის ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი. რა თქმა უნდა, ამაზე დიდი სკანდალი რა შეიძლება მოხდეს ხო ქვეყანაში. ფედერგოლებში რო ჩავიდეთ, კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იქნება თავისთავად ცხადია. ანუ გამოდის, რომ ეს პარტია, რომელიც ამ წლების განმავლობაში არჩევნებს იგებდა, აყალბებდა, რაღაცა მაქინაციებს, ინსცინუაციებს მიმართავდა თუ რასაც აკეთებდა, რეალურად გამოდის, რომ ისინი ხელისუფლებაში რჩებოდნენ და ის ადამიანები, ვინც აპიარებდნენ და დღეს თურმე გაოცებულები არიან რომ თურმე რა ხდებოდა ჩვენს წიაღში ის ადამიანები რომლებიც ახლა ხელს იშვერენ თავიანთი ყოფილი მეგობრებისა თუ თანაპარტიელების მიმართ გამოდის რომ ტყუილს ამბობდნენ გამოდის რომ ცრუობდნენ და უბრალოდ მოსახლეობას ატყუებდნენ იმისათვის რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე გამარჯვება მოეპოვებინათ. ანუ გამოდის რომ თავიდან ბოლომდე ეს პარტია დგას ტყუილზე გლობალურ სიცრუეზე და ხელისუფლების ბერკეტებს დღეს ის ფლობს სრულიად უკანონოდ. მაშ რა მოხდა თქვენი აზრით? ანუ შევთანხმდეთ იმაზე რომ გადასარევად იცოდა ყველაფერი, რომ ეს იყო ნებადართული კორუფცია, შეუძლებელია რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონოდა მათ მთლად უფროსაც და კიდევ ვისაც მაკონტროლებლის ფუნქცია ქონდა, ხო? აი ეხა ამ რეალობაში როგორ ხსნით, რითი ხსნით, ქეთი, იმიტომ რომ თქვენ კიდევ ერთხელ ვეტყვი მაყურებელს მთელი ამ წლების განმავლობაში კორუფციულ დანაშაულებს სწავლობთ, ასაჯაროვებთ, გაქვთ უამრავი ინფორმაცია. აი დღეს რატომ დადგა ამის საჭიროება? იმიტომ რომ რეალურად გამოვიდა რომ მე-14 წლის დასაწყისში ჩვენ გვეუბნებია რომ საბავშვო ბაღების ფულს იპარავდნენო. საბავშვო ბაღების ფულს იპარავდნენ, ჯანდაცვის ფულს იპარავდნენ. არ ვიცი მე სხვა და თავდაცვის, ჯარისკაცების, ანუ დღეს რატომ დადგა ეს დღის წესრიგში?
ნუ ეს არის ძალიან ძნელი სათქმელი და ალბათ მომიწევს მხოლოდ მკითხავის დონეზე გავაკეთო ეს განცხადება, იმიტომ რომ თვითონ უფრო უკეთესად იციან და ალბათ და თქვენ რა შტაბეჭდილებას ჩემი პირადი შტაბეჭდილება არის რომ მე უბრალოდ ერთი გუნდი უტყავს მეორე გუნდს. იმისათვის რომ მან ძალაუფლების ბერკეტები რაღაცნაირად განიმტკიცოს და ამავე დროს ქართულ ოცნებას შეუქმნას იმიჯი, რომ ის არის ისეთი შეუვალი, ისეთი ძლიერი, რომ მას საკუთარი თანაგუნდელებიც კი არ ებრალება და კორუფციის წინააღმდეგ ნებისმიერ შემთხვევაში, იმით რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის მათი სუსტი წერტილი. და ამავე დროს მათ აქვთ ყველაზე მთავარი სუსტი წერტილი, ეს არის მათი დამოკიდებულება დასავლეთისა და რუსეთის მიმართ და ყურადღების გადატანის მცდელობაც არის ერთგვარად, როდესაც ისინი აქცენტირებას აკეთებენ სწორედ კორუფციაზე და არა იმ ყველაზე მთავარზე და მნიშვნელოვანზე, რა უდიდეს შეცდომასაც უშვებენ და შეიძლება ითქვას დანაშაულსაც ჩადიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ბევრი მიზნით შეგვიძლია ჩვენ, ბევრი მოტივაციით შეგვიძლია ჩვენ ეს ავხსნათ. მაგრამ აი რამდენად მასშტაბური იყო მთელი ამ წლების. ეხლა ამ კითხვის დასმაც კი რაღაცნაირად სასაცილოდ შეიძლება ეხლა ჟღერდეს პირდაპირ ეთერში, როდესაც პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული სუსის უფროსის თავდაცვის მინისტრის ჩათვლით ციხეშისხედან ფაქტია, რომ საციხოდ ყავთ უკვე გამზადებული აზარაშვილი, ფაქტია, რომ ჩხრეკებია ჩატარებული ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის სახში და ქარსელაძეც პატიმრობას ელოდება. ანუ ეს ყველაფერი უკვე იმაზე მეტყოლებს, რომ მართლა სასაცილოა შეიძლება ამ კითხვის დასმა, მაგრამ რამდენადაც თქვენ ამ მიმართულებით მუშაობთ წლების განმავლობაში, რა მასშტაბის კორუფცია იყო ამ 13 წლის განმავლობაში? წარმოუდგენლად დიდი მასშტაბის იყო, იმიტომ რომ ნახეთ, ეს ადამიანები კი იცვლებოდნენ თითქოს, ორი მსხვილი გუნდი ჩანდა, თავიდანვე ჩანდა, რომ იყვნენ მაგალითად ძველი თაობის ქართული ოცნების წარმომადგენლები და ეს ახალგაზრდები, რომლებიც თვალსა და ხელშუა მერე ეტაპობრივად ამოტივდებდნენ, ხო? მათ შორის დაპირისპირებამაც რაღაც გარკვეული განხეთქილებები იყო იქ და რაღაც გარკვეული ძვრები გამოიწვია პარტიაში, ვიღაცები იქიდან წამოვიდნენ, მერე ვიღაც ახალი ტიპები გამოჩნდნენ, რომლებისაც ჩვენ არ ვიცი ხმა, არ ვიცი ვინ მისცა, იმიტომ რომ რეალურად საზოგადოება მათ არ იცნობდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შიდა დაპირისპირება მაინც თავისი როლი ითამაშა. ძველი გუნდი ჩვენ როდესაც მუშაობდით ამ თემებზე, უფრო მკაფიოდ ავლენდა აი ამ კორუფციული რისკების ფაქტებს. იქ უფრო მკაფიოდ ჩანდა, ვიდრე ახალი გუნდი. უფრო ჩაძირულები ჩანდნენ კორუფციაში ამას არ ვიტყვი ამ სიტყვებს, ანუ ნახეთ, არა მარტო ჩაძირულები იყვნენ, მთელი მათი მართვის სისტემა იყო აგებული აი ამ კორუფციულ სქემაზე. ამიტომ პირადად მე ამას მაგალითად უწოდებდი ხოლმე ყოველთვის მაფიოზურ მმართველობას. და რეალურად ამის ნიშნები ქონდა. ნუ ეს არ არის არალეგიტიმური ტერმინი, ეს არის ჩვეულებრივი ტერმინი, მით უმეტეს ავტოკრატიისკენ მიდრეკილ სახელმწიფოში ეს სრულიად მოსალოდნელია, რომ ასეთი სახე ექნებოდა. რა თქმა უნდა, ტენდერები იყო ამის ერთ-ერთი პირველი მანიშნებელი, იმიტომ რომ სახელმწიფოს ფული ძირითადად ტრიალებს სწორედ ტენდერებში. ახლაც ტენდერებია საუბარი. თემა და აი ტენდერების ჩატარების სპეციფიკას და თავისებურებებს, როდესაც ვაკვირდებოდით ხოლმე, ძალიან მკაფიოდ ჩანდა მორგებული ტენდერი, სულტყუილ უბრალოდ მაგალითად გაშვებული კომპანია, გაშავებული კომპანია, ან მაგალითად სასურველი კომპანიისთვის ხელშეკრულების ყოველგვარი და მე აქ წილში ჩაჯდომა ხდებოდა. აი სქემა რომ გაშალოთ, აი როგორ კეთდებოდა, როგორ კეთდება, გნებავთ ამჟამინდელ დროშიც ვისაუბროთ ტენდერებიდან ფული. ნახეთ, ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს ნანახი წილში როგორ ჯდება რომელიმე მაღალჩინოსანი, მაგრამ აი თუნდაც ეს ბოლოდროინდელი მოვლენა რო ავიღოთ. როდესაც მინისტრის მოადგილე ეხმარება ერთ კონკრეტულ კომპანიას, რომ მოიგოს ტენდერი, რატო აკეთებს ის ამას? რა თქმა უნდა, რაღაცა პირადი დაინტერესება აქვს, ხო? აი მუდმივად რატო ხდებოდა ხოლმე ასეთი ფაქტები? რატომ არგებდნენ კონკრეტულ კომპანიას ძალიან სასაცილო პირობებით? ძალიან გამჭვირვალედ მორგებული ტენდერები რატო ტარდებოდა? სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვიჩნდებოდა ამის საფუძველზე სწორედ ეჭვი, რომ ისინი წილში ჯდებოდნენ და ისინი ინაწილებდნენ მერე ამ ფულს. იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად რამე სამუშაოები დასრულებული არ იყო. იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად არასწორად იყო თანხა დათვლილი, კომპანიები მერე გადიოდნენ ბაზრიდან ძალიან გაშავებული მძიმე პირობებით და ფაქტობრივად კვდებოდა ესა თუ ის კომპანია და უამრავი კომპანიაა ბაზრიდან ჩამოშორებული, რომლებმაც ამ პროფილი შეიცვალეს, ან საერთოდ ქვეყანა დატოვეს და გავიდნენ და ვინც რჩებოდა, ეს ადამიანები იძულებულები იყვნენ ხან შემოწირულობის სახით, პირადი ურთიერთობების სახით, რომელიც ძალიან გამჭვირვალეა და არავინ არ მალავს და როგორც არ უნდა თქვან, რომ ეს პირადი ურთიერთობა სხვა არის და პოლიტიკაც სხვა არის და ბიზნესი სხვა არის, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ასე არ იყო და ეს
მათ ქონებაზე აისახებოდა, მათ ჯიბეზე, მათ შემოსავლებზე, ქონების ზრდაზე, თავისთავად ცხადია და ანუ რაღაცით იყო ხო ეს განპირობებული. როდესაც რომელიმე კომპანია გავიდოდა, გაშავებული იქნებოდა თუ თქვა სამუშაო ვერ შესრულდებოდა, მერე შემოყავდათ ახალი კომპანია და ლამის ორმაგად დიდი თანხით სრულდებოდა გამარტივებული შესყიდვით სამუშაოები და ამ დროს ბუნებრივია გვიჩნდებოდა შეკითხვები, რატომ არ ტარდებოდა ამ ქვეყანაში სატენდერო დოკუმენტაციის მონიტორინგი, რატომ არ ტარდებოდა მაგალითად ზუსტი მოკვლევა ბაზრის ფასების იქნებოდა ეს თუ უბრალოდ შესრულებული სამუშაოების ვადების. რატომ ხდებოდა მაგალითად გამარტივებული შესყიდვით დაუთვლელი თანხის გაცემა, ხოლო ჩვეულებრივი ტიპური ტენდერით რატომ ხდებოდა მორგებული ტენდერების ჩატარება. ანუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე. აი მუდმივად მე მიჩნდებოდა ხოლმე კითხვა, რატომ არის მნიშვნელოვანი რომ აი ამ პროექტზე იმუშაოს ინჟინერმა, რომელსაც აქვს 4 წლიანი გამოცდილება და ამ პროექტზე რატომ არ არის მნიშვნელოვანი. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ აი ამ ტენდერში მაგალითად გაიმარჯვოს კომპანიამ, რომელსაც აქვს 5.755.000 ლარის ბრუნვა და აქ რატომ არ არის ამ დროს ერთი და იგივე ტიპის სამუშაოები იყო. რა თქმა უნდა ეს იყო მორგებული ტენდერები და ჩვენ ამაზე მუდმივად ვლაპარაკობდით და მათ ეს ესმოდათ. და სინამდვილეში აქაც აი რაღაც ერთი კონკრეტული საქმეა თითოეული შემთხვევაში დადებული და არა დაუშვათ სხვა საქმეებიც ამას წინათ მაია მწარიაშვილი მყავდა ეთერში თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი და ღარიბაშვილის кейსი ამბობდა რომ რეალურად ორგზის ნაპრემიერალი კაცი ციხეში ისე გაუშვეს რომ ჩვენ არც კი ვიცით სინამდვილეში რატო გაუშვეს რა საპროცესო გაფორმდა მასთან პირველად რატო ხო რა საპროცესო გაფორმდა რა პირობებით გაფორმდა საერთოდ ღარიბაშვილი მარტო იყო იმ საქმეში რა საქმის გამოც ისწავიდა ციხეში მოკლედ დაჭერებშიც კი ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა და თუ გავითვალისწინებთ აი მაგალითად დღევანდელ ფაქტს თუ შემოვიტანთ ისევ ჩვენ საუბარში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებას აქაც უკვე გაჩნდა ეჭვი რომ სავარაუდოდ მისგან გამოძიება მოითხოვს ჩვენებას ჯანდაცვის ყოფილ მინისტრზე ისევე როგორც ეს მოხდა ჯუანშერ ბურჭულაძის შემთხვევაში და ილია ღუდუშაურის ძმა იყო სწორედ დაკავებული როგორც თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს ის საპროცესოთი არის გარეთ ანუ განცდა იმისი რომ შემდეგი სავარაუდოდ იქნება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაქვთ თქვენც არა მარტო ზურაბ აზარაშვილი, იცით, აი ზურაბ კონკრეტულად ზურაბ აზარაშვილი ჩემთვის იმდენად არაფრის თქმელი არ არის. ჩემთვის აი ბევრის თქმელია რომ ყველა აბსოლუტურად ყველა სამინისტროში იმდენად იყო ფესვებგადგმული. იგივე საბავშვო ბაღების თემა რო ავიღოთ, რომელშიც კვირა არ გავა, რომ არ აღმოვაჩინოთ რაღაცა არაპროპორციულად გამდიდრებული რომელიმე ჩინოვნიკი, ნოდარს ჰქონდა ეხა ძალიან საინტერესო გამოძიება. არც ხელფასი, არც მემკვიდრეობა, აბსოლუტურად არაფერი არ შეესაბამება იმ ქონებას, რომელიც მას აქვს. ანუ გლობალურ კორუფციაზეა ხვდებით აქ ლაპარაკი. ეს სისტემური კორუფცია კი არა, ეს არის სისტემურ კორუფციაზე კიდევ რაღაც უფრო აღმატებული. ანუ ჩვენ გვჭება ესეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები გადასახადების სახით მოსახლეობისგან ამოღებულ თანხას ჯარიმებით იქნება თუ რა ვიცი ჩვენ ყველანი გადამხდელები ვართ ხო? აი ამ ადამიანებისგან ამოღებულ თანხის რაღაცა მიზერს ანაწილებდნენ სახელმწიფოს საჭირო პირველადი საჭიროებისათვის, ხოლო დანარჩენს უბრალოდ კენჭისყრით ინაწილებდნენ. ეს შტაბეჭდილება ან პარტიაში მიქონდათ, ან სახში, ან ინაწილებდნენ ნაწილი პარტიაში, ნაწილი სახში. კი, აი რაღაც ასეთ შტაბეჭდილება რჩება, იმიტომ რომ თუნდაც ტენდერებიდან წარმოუდგენელი ამდენი თანხის აღება, ხვდებით ხო? აი კოლოსალურ თანხებზე არის ლაპარაკი და ეს ჩვენ რამდენიმე ადამიანი ვიცით. და რა თქმა უნდა ეს რამდენიმე ადამიანი ამ ფულს საიდან იღებდა? პირდაპირ ჯიბეში ხო არ უდევდნენ. ეს ფული ხო ქვემოდან ადიოდა. ხო, რა საკვირველია და ანუ გაგრძელება იქნება თქვენი მოლოდინი. სად უნდა გაგრძელდეს? ვიზზე უნდა გაიაროს ამ ხაზმა, რადგან თქვენ გაქვთ ბევრი ინფორმაცია. ვინ იქნება ან იქნებიან შემდეგ? მე მგონია რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ. იმიტომ რომ აი ეს ტენდერის ეს პრეცედენტი, რომელიც ჩვენ აქ ვნახეთ, თუ კარგად ჩაიხედავენ, ამას აქვს ძალიან მასშტაბური სახე. ძალიან მასშტაბური სახე. თითოეული ტენდერი შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება აღმოაჩინო ან თქვათ რომელიმე კომპანიის უკანონოდ გზიდან ჩამოშორების ცდელობა, ან სადღაც HR-ში გაფანტული რაღაც თანხა
პირადად ჩემთვის მაგალითად ბევრად უფრო მძიმეა ის, რომ ამასობაში კონკურენცია საერთოდ მოისპო. ხვდებით, აი წლების განმავლობაში აზრი დაკარგეს კომპანიებმა მონაწილეობის, ხო? ამას ეტაპობრივად, ესე წვალება წვალებით შექმნილი ეს სისტემები და სტრუქტურები, რომლებსაც ეხლა მაგალითად ევროპელებისგან თავზე მოხვეულად გვიცხადებენ ვიღაც პარლამენტარები, რაც არის ძალიან სამარცხვინო, იმიტომ რომ როგორი მაღალი იდეალებიც არ უნდა მოგაწოდონ, შენ თუ ბინძური ხელით შეეხები, აბსოლუტურად ყველაფერს მოსპობ და გაანადგურებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცებმა ამ პლატფორმაზე კარგად ვერ იმუშავეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკურენცია საერთოდ უნდა მოისპოს ქვეყანაში და ადამიანებს არ უნდა მიეცეთ ამ სახელმწიფოსგან თანაბარი სარგებლობის უფლება იმ დოვლათით, რომელიც ამ სახელმწიფოს აქვს, და რომელიც არ არის არც კონკრეტული პარტიის და არც კონკრეტული ადამიანის. ეს არ არის არავის ბრალი. ეს არის არასწორი მმართველობის, არასწორი მენეჯმენტის, ეს არის კოლოსალური სიხარბის, ეს არის ნეპოტიზმის, კრონიზმის ბრალი, როდესაც ადამიანები სწორედ ფულის კეთების მიზნით გარშემო იკრებდნენ არა პროფესიონალებს, არამედ ადამიანებს, რომლებსაც ენდობოდნენ. და საბოლოო ჯამში ასეთი ადამიანების სანდოები არასდროს არ არიან და ამიტომაც არის, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ პანტაპუნქტით აძლევენ ჩვენებებს. რა კურიოზულია რა, ქვეყნის მართვის სადავეები, რომ ისევ იმ პარტიის ხელშია ამ წუთას ფაქტობრივად. აი ეს არის ყველაზე უფრო რომლის ორგზის პრემიერი, სუსის უფროსი, თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ბევრი მოადგილეები, ჩინოვნიკები, დეპარტამენტები და დასაჭერად კიდევ გამზადებული მინისტრები გვაქვს სახეზე. ძალიან ფაქიზი თემები, ეთიკურად ჯანდაცვის სამინისტრო, ეთიკურად, აი სუსი, ჯარისკაცების ფული, საბავშვო ბაღების ფული, აი ძალიან შემაწუხებელი და სამარცხვინო თემებია. და რა თქმა უნდა გაშლა იქნება. უბრალოდ გარიბაშვილამდე მივლენ ფიქრობ, თუ აკმარებენ იმ ერთ საქმეს, რის გამოც მას 5 წლიანი საპროცესო დაარქვეს. განაწილებენ, ჩემი ვარაუდით, მე არ მიყვარს ხოლმე ასეთი ვერდიქტების დადება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მგონია, რომ ისედაც ნათელია, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ხდება ეს ყველაფერი. დრო ისეთია შერჩეული, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი და თავისთავად ცხადია, რომ ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ მასთან მიდის ეს ხაზი, მაგრამ მე ეჭვმეპარება, რომ მას ბრალი დაუმძიმონ, ან რაღაცა განსაკუთრებით აკმარებენ იმას, რაც მიუსაჯ. კი, მე ვფიქრობ, რომ ეს 5 წელიც ფიქრობენ, რომ მათი გეგმა არ იყო ვინმეს დაჭერა, ხვდებით? მათი გეგმა იყო გუნდის გაშავება, ეს რომ არ ყოფილიყო, არ მოხდებოდა სატელევიზიო ეთერში, აი სამარცხვინო კადრების გაშვება, მისი ქონების ამოღების თაობაზე, რაზეც მე ითქვა, რომ საერთოდ თურმე მისი ქონებაც არ ყოფილა, მაგრამ ეს ხო გაშვებული იყო სწორედ. ხოლო თანხა იყო და არა ოქროული ან ოქროს მიზანი იყო ეს, რომ ის დაეკნინებინათ და დაემცირებინათ. ხო, ეგ კადრები რეალურად მათივე პარტიის მომხრეებისთვის იყო, იმიტომ რომ ივანიშვილის შემდეგ პარტიაში ერთადერთი აღიარებული ლიდერი ეგ იყო ირაკლი ღარიბაშვილი, ხო? მადლობა.